მოქალაქეების დიდმა პროტესტმა ქუთაისში შედეგი რამდენიმე საათშივე გამოიღო. გმირთა მემორიალთან დატანილი იყო ფრაზა, რომ ეს იყო 8 აგვისტოს დაღუპულ გმირთა მემორიალი. სწორედ ამიტომ დაანონსეს მოქალაქეებმა შეკრება. ეს შეკრება დაანონსდა დილის საათებში, როდესაც ადგილზე უკვე 7 საათზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე. ეს უკვე ჩამოხსნილი დახვდათ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ მეთოდით შეეცადნენ საქართველოს ისტორიის გადაწერას, რადგან შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ, რომ აგვისტოს ომი არ იყო ერთადერთი დღე, არ იყო მხოლოდ და მხოლოდ 8 აგვისტო, მეტიც მათი განმარტებით დამახინჯებული იყო საქართველოს ისტორია და გმირთა მემორიალთან, რომელიც ახლად გახსნილია, ერთი სიტყვაც კი არ იყო ნახსენები ოკუპანტ რუსეთთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოების დიდი პროტესტი მოყვა. ყურადღება მიიქცია მემორიალის წარწერა, სადაც ეწერა სრულიად გაუაზრებელი და მინდა ვთქვა ანტისახელმწიფოებრივი ფრაზა 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი და ყველა ვიცით რომ ეს ომი არ დაწყებულა 8 აგვისტოს, არ დაწყებულა აგვისტოში, ჩვენ რუსეთის იმპერიასთან ომში ვართ 2 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში და ასე ერთი ხელის აღებით ერთ დღეზე აპელირება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ნარატივი, ის რაც უნდა რუსეთს და მის წარმოგზავნილ ელჩს საქართველოში ბატონ ივანიშვილს. კონკრეტული ერთდღიანი თარიღის დანახვა ცოტა უცნაური იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს არის აგვისტოს ომი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და აღშფოთება გამოიწვია თავისთავად გამოვედით და ეს უკვე მოხსნილია, რასაც მივესალმებით და ვიმოდევნებთ რომ ესეთი ლაფსუსი აღარ მოხდება სამომავლოდ ჩვენს ქალაქში. გუშინ საღამოს აღმოვაჩინეთ რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალზე ეწერა საშინელი წარწერა. ეს იყო 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. მე აქამდე ეს ფრაზა არსად არ შემხვედრია, ომის ასეთი სახელწოდება 8 აგვისტოს ომი. მე არ ვიცი ეს რატო ქონდათ დაწერილი, იმიტომ რომ მეომრები გარდაიცვალნენ როგორც 8 აგვისტომდე, ასევე 8 აგვისტოს შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გამიზნული ქმედება, ერთგვარი ტესტი ქართველი ხალხისთვის, თუ რა რეაქცია ექნებოდათ ომის ამ ახალ სახელწოდებაზე 8 აგვისტოს ომი. მე ვფიქრობ, იმიტომ უნდათ ამ სახელის შერჩევა, რომ რუსეთი სწორედ ამას გვაბრალებს და რუსული პროპაგანდა სწორედ ამას ამბობს, რომ ქართველებმა ომი დაიწყეს 8 აგვისტოს. მემორიალზე დატანილი იყო, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს და არა 7 აგვისტოს, რასაც საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოყვა. სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ დღეს სამოქალაქო აქტივისტები მემორიალთან. პირველმა კითხვებით მივმართეთ ასევე მერიის პრესსამსახურსაც, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური განმარტება მერიას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.